ძალიან კარგი ამბით მოვედი. გუშინ შაბათ საღამოს, ღამე უბრალოდ ფედერალურმა მოსამართლემ ნიუ-იორკში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 75 ქვეყნის პაუზა არის უკანონო და უნდა გაუქმდეს. რა თქმა უნდა, გულისხმობ საიმიგრაციო ვიზები რომ არის გაუქმებული 75 ქვეყანაში, მათ შორის არის საქართველოც, არავის არ აძლევენ საიმიგრაციო ვიზას, ანუ აქ ამერიკაში საცხოვრებელ ვიზას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან მარკო რუბიოს არ აქვს იურისდიქცია, რომ საკონსულოებში ხალხს ეროვნების გამო უთხრას უარი ამერიკაში ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ამბავია. ველოდებოდი ერთი სული მქონდა ეს როდის დამთავრდებოდა ეს lawsuit, დამთავრდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა იმას არნიშნავს, რომ ეს ადმინისტრაცია ეგრევე დაემორჩილება და ხვალიდან საკონსულოებში ვიზების გაცემა დაიწყება. შეუძლიათ რომ გაასაჩირონ ეს გადაწყვეტილება, შეიძლება დავა უფრო დიდი ხანი გაგრძელდეს, შეიძლება რაღაც პირობები შეცვალონ. ანუ უნდა დაველოდოთ ყველა ვარიანტში თუ რას მოიმოქმედებს ეს ტრამპის ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა ყველაფერს გაგაგებინებთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ. ძალიან გთხოვთ, ეხლა რაღაც ისეთი შეკითხვები არ მომწეროთ პირად შეტყობინებებში, რომელზე პასუხიც მე კი არა, არც მარკო რუბიოს არ აქვს და არც რა ვიცი, მამაზე ციერს. შაბათ კვირა, გთხოვთ, ნუ ამაწიო გებთ. წარმატებები ყველას, ნახვამდის.